კი. გამარჯობა, მე ვარ ილია კასინი, 33 წლის პროფესიით რესტორატორი. ავიღოთ ღვინო თერიანი ველის წინანდალი, რა თქმა უნდა. გჭირდება ჯორჯიტადან რიზოტო და ბასოს ზეითუნის ზეთი. დღეს გიმზადებთ არბორიოს ბრინჯით, ანუ რიზოტოს ბრინჯით, ზღვის პროდუქტების რიზოტოს. გჭირდება ჯორჯიტას სურნელი, რა თქმა უნდა, შავი პილპილი, მარცვალი. ჩემი ყველაზე მთავარი გატაცების წყარო ევროპული კერძებია. ეს კერძი აქამდე არასდროს არ მომიზადებია, მხოლოდ ერთხელ შემხვდა რესტორანში და ის იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. რატომ არ გვეცადა სტუდიაში? ვარ დაოჯახებული, მყავს 2 მცირეწლოვანი ბიჭი. სიყვარული ვარ ნერვიულობ. არა, როგორ გეკადრება? ჩათვალე საჭმელს გიკეთებ სახში. ერთ ისე ვერ გავსინჯოთ, ღვინო თუ არ დავაგემოვნეთ, მარიამ. ვაკეთებ ეს წარმატებას გავმარჯოს და იმედია გახვალ შემდეგში. დარწმუნებული ვარ, ჩემი რიზოტო დღეს წინსაფარს მომაპოვებინებს. გამარჯობა, თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო, რომ კერძი დაამთავროთ და თქვენს შესახებ ცოტაოდე რამ გითხრათ. მე მქვია ილია კასინი, ვარ 33 წლის. მე დღეს გავაკეთებ რიზოტო, ცოტა კრევეტები და პატარა პარმეზანის ჩიფსები, ვნახოთ. რა პროფესიის? სასტუმრო მენეჯმენტი და რესტორატორი, მაქვს ასევე საკუთარი რესტორნების ქსელი, აზიური რესტორნების ქსელი და ეს თბილისში? კი ბატონო. ეს პროფესია უბრალოდ როგორც ჰობი და გართობაა ჩემთვის. ნახოთ, რამდენად მოახერხებ პროფესიულ დონეზე წარდგენას. ნახოთ, საიდან ხარ წარმოშობით? ქართველი ვარ. გვარი არ გაქვს. მე ქართული გვარი არა, რაღაც იტალიურ გაფრანგულებული ვარიანტია, მაგრამ წარმოშობით ქართველი ვარ, იმერელი კაცი ვარ. 3 2 საუს ბოლო შტრიხი. ხელები მაღლა. არ გეჩქარება? ჩქარეთ. მოპატიებ. ვერ. დრო არ გაპატიებს. ჯერ მაინტერესებს რიზოტო. რიზოტოს აკლია რაღაცა. აგრო წყალს ამატებ. დანარჩენიც უნდა მიაყოლო. კი ბატონო. რა, იქ მარილი, იქ ყველი, იმიტომ რომ წყლის დამატების მერე გემოს უკარს. კი. თორდა ოდნა ზედმეტადაც არის მოხარშული. იდეა ცუდი არა. კი ბატონო. აჰა. ხიზევალ დაგვიმალე? რო არ ახსენე? соусიც იყო ცოტა, აი ცოტა მეტი რო დაგეს, შეიძლება იმ соус ქონოდა ის მარილის ის და ცოტა კიდე. კი. პირველად მივირთმევ რიზოტოს დანით. რიზოტო ეს თლიანი კრევეტებით ჯერ არ მიჩამე. ჩაიფიქრე. სიამოვნებით მეორედ მივირთმევდი რიზოტოს დანაჩანგლით. იმიტომ ეს იდეაში რიზოტოს კონცეფცია არ არის, მაგრამ ჩავთვალოთ რომ არის კრევეტები რიზოტოს გარნირით. რატომაც არა, მე მომწონს. ამ ზერისთვის ცალკე მოვემზადე. იმედია ვარ გარამეთ. რიზოტოს ხო ის ბრინჯი კი უნდა იყოს ცალ-ცალკე, მაგრამ უნდა იყოს ესეთი ბლანტი соуსი მაშინ რომ ესენი ერთად შეკრას და ჭამის დროს ეს ბრინჯები არ დაგეშალოს. კრევეტი კარგია და ეს ხრაშულის ელემენტებიც მომწონს. ხიზილალა ფაქტიურად დაიკარგა შიგნით. მოკლედ მე ამას არ შევაფასებ როგორც რიზოტოს, არამედ შევაფასებ როგორც
კრევეტებს რიზოტოს გარნირით. და ამისთვის გეუბნები ძალიან ისეთ მტკიცე კის. მეც ვეტყვი კის კი ბატონო. მეც მოგცემ ერთ შანსს და გეტყვი კი. თქვენ გაქვთ სამი, აიგეთ სიმსახარი და მოემზადე შემდეგი ტურს. ამბობა. Слабо გამოსაზრდეს, კაიო. კაია, მიხარი.